ვარ ლუკა კირკიტაძე, დღეს გავხდი 10 წლის. ვსწავლობ ბათუმის მე-6 საჯარო სკოლაში. ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღეები. იმიტომ ვიყვარს, რომ სულ მჩუქნია საჩუქრებს და კარგად ვერთობი. დაბადების დღის გადახდას ვაპირებთ რესტორანში. რას მაჩუქებენ არ ვიცი და ჯერ სიურპრიზია. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამიხარდა ამ დაბადების დღეზე სკროლი რომ აჩუქეს დედიკომ და მამიკომ. ეს იყო ჩემი ოცნების საჩუქარი. შემდეგი ოცნების საჩუქარია PlayStation 6. ვსწავლობ მე-6 სკოლაში და ეს სკოლა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ კარგი კლასელები მყავს და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ნიკოლოზ ბერიძე. ყველაზე ჭკვიანია ნიკოლოზ გვედიძე. ყველაზე მშვიდი არის ლიზი კაპატაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია მამუკა ანანიძე. მე ვარ ყველაზე ნიჭიერი, ცელქი და სიმპათიური. კი ვარ სიმპათიური ბიჭი, მაგრამ შეყვარებული არ მყავს. არ მინდა ფეხბურთის კარიერაში შემიშალოს ხელი. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 27 წლის. შვილებს დავარქმევ საბას და ელენეს. ჩემს ორს დავარქმევ ვიქტორიას. ჩემი საყვარელი საგანია სპორტი. საყვარელი მასწავლებელია მაგული დარჩიძე. იმიტომ რომ ხიარულია და კარგად ხსნის გაკვეთილებს. სექტემბრიდან აღარ მეყოლება და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. მე-5 კლასში გადავედი და ყველა მასწავლებელი მეცვლება. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. ახლა გადაწყვეტილი მაქვს რომ გავხდე ცნობილი ფეხბურთელი. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 4 წელია ვთამაშობ პორტუს ბათუმში. ჩემი სუნელია გოგა ბეჟანიძე. ის არის მხიარული, კაცრი და სერიოზული. კაცრი არის მაშინ, როდესაც ჩვენ ვაბრაზებთ. როდესაც ვარჯიშს ხსნის და ჩვენ არ უსმენთ. მე ვთამაშობ მარჯვენა თავდამსხმელის პოზიციაზე. ადრე ვიყავი ცენტრალური ნახევარმცველი, ცენტრალური დაცვა და მეკარე. ვიყავი ძიებაში და ახლა მივაგენი კომფორტულ ადგილს. მოვედაზე ჩემი მთავარი მოვალეობა გოლის გატანა. ჩემს კარიერაში მაქვს გატანილი 61 გოლი. 1 გოლი გამოვიდა ყველაზე ლამაზი. მეკარემ დაცვას მიცა პასი, მე ჩამიწოდეს, მივიღე, გავისწორე და შორიდან დავარწყი და გავიტანე გოლი. ძალიან შორიდან იყო და მე მეგონა საერთოდ რომ არ გადიოდა გოლი და დავარწყი და უცბად ცხრიანში შევიდა გოლი და გამიკვირდავეც. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისება არის დრიბლინგი. გამოსასწორებელი მაქვს ფიზიკური მონაცემები და სისწრაფე. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია ლამინ იამალი და საყვარელი გუნდი არის რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებ 10 ნომრით. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. ჯერ თამაშს დავიწყებდი დინამო ბათუმში, შემდეგ გადავიდოდი იბერიაში, შემდეგ გადავიდოდი არსენალში და შემდეგ გადავიდოდი რეალ მადრიდში. მე ვაპირებ ფეხბურთი რომ ვითამაშო 41 წლამდე. კარიერის დასრულების შემდეგ გავხდები ბავშვთა მწვრთნელი. გავხსნის საფეხბურთო სკოლას და დავარქმევ შტორმის აკადემიას. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი და. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 5 წლის და ქვია მარიამი. ის არის ცელქი, ლამაზი და მოусმენარი. ჩემი აზრით მარიამი რო გაიზრდება, გამოვა ბალერინა. მამიკო არის ჩემსავე სიმპათიური, მხიარული, ჭკვიანი და მშრომელი. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და მხიარული. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ხინკალს. კარგი ნიძრაუდე შემიძლია შევჭამო 20 ცალი ხინკალი. აქამდე ჩემი რეკორდი იყო 12. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი იამალზე მაგარი ფეხბურთელი. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი და თუნა გოკვიტიესთან ერთად. ის არის ჩემი ძმაკაცი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს სისწრაფის სუპერძალა. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ჩემი ლამაზი ოჯახი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.